გამარჯობა მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს თუ როგორ უნდა დავამატოთ მშრალად სვია ჩვენს საფერმენტაციო აუზში. როგორც ყოველთვის ყველაფერს დავადეზინფიცირებთ. გავხსნათ ჩვენი სვია, ეს არის 70 გრამი. ჩვენ წინა ვიდეოში თქვით რომ უნდა დავამატოთ მშრალად სვია ბოთლებში ჩამოსხმამდე 3-5 თვით ადრე. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ჩავყაროთ ჩვენს საფერმენტაციო აუზში ეს ჩვენი სვია, მაგრამ უმჯობესია რაიმე პაკეტში ჩავდოთ და ისე ჩავყაროთ აუზში. წუხაროდ მე დიდი პაკეტი ვერ ვიშოვ, ვერაფერი ერთიანად ჩამეყარა. შესაბამისად პატარა ჩაის პაკეტებში მოვათავსე, ჯერაც მოლა სტერილიზაცია გავატარე ადუღებულ წყალში რამოდენიმე წუთით და შემდეგ დავიწყე სვიის მოთავსება მათში. ან თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად ერთი დიდი პაკეტი თუ გაქვთ, მასში ჩადოთ და ისე ჩაყაროთ აუზში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სვია ფართოვდება, შესაბამისად არ არის სასურველი რომ ბოლომდე გავავსოთ. ცოტა ადგილი დავუტოვოთ, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ მოცულობაში გაიზრდება იგი. ამ მეთოდს ეძახიან dry hoppings, რაც თარგმანით ნიშნავს სვიის მშრალად დამატებას. სვია გადანაწილებულია პაკეტებში, ეხა ერთად შევკრათ და ჩავყაროთ ის ჩვენს აუზში. აქაც რა თქმა უნდა ყველაფერს დავადეზინფიცირებთ და საკმაოდ სწრაფ ტემპში მოხდით თავსახურს. ასევე ავიღებთ ცოტა წვენს, რადგან გავზომოთ რეფრაქტომეტრზე თუ რამდენი არის ჩვენი ახლანდელი ბრიქსი. გვჭირდება სულ რამოდენიმე წვეთი, დავაწვეთებთ ჩვენს რეფრაქტომეტრზე და გავხედავთ სინათლეზე. ახლა არის ფერმენტაციის მერვე დღე და ბრიქსი გვაქვს 6, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერმენტაცია დასრულებულია, მაქსიმუმ 9 ნიშნული თუ ჩამოიწევს იგი. ჩავყრით ჩვენს სვიას, დაველოდებით 3-დან 5 დღემდე, ჩვენზე არის დამოკიდებული და უკვე მზად იქნება ჩვენი ლუდი ბოთლებში ჩამოსასხმელად. დაგიბრუნდებით ბოთლებში ჩამოსხმის ვიდეოთი და ასევე შემოგთავაზებთ თვითონ ბოთლების რეცხვის ვიდეოსაც. დღეისთვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.